მოდ პირველში მიდავიწყებ რომ ჩემი სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ასევე ჩემი სოლიდარობა იმ პოლიტპატიმრებს რომლებიც არიან დაპატიმრებულები იმიტომ რომ სამშობლო უყვართ. მე ვარ გიორგი ჯანჯალია დაამთავრე West Point-ის სამხედრო აკადემია 2013 წელს მაგის შემდეგ ჩავირიცხე უკვე საქართველოს თავდაცვის ძალებში მაშინ შეერაგებული ძალები ერქვა გავაგრძელე მუშაობა სპეცდანიშნულებაში, შემდეგ გავაგრძელე მუშაობა სამხედრო დაზვერვაში 2021 წლის აგვისტომდე მუშაობდი საქართველოს თავდაცვის ძალებში. ვარ გადამდგარი კაპიტანი საქართველოს თავდაცვის ძალების და გავაგრძელე უფრო კორპორატიულ სექტორში უსაფრთხოების ოფიცრად და ეხლა მუშაობ უკრაინაში. ჩემი დავალება და ჩემი საქმე არის პირველ რიგში იყო კრიზისების მართვა, უსაფრთხოების ზოგადი უზრუნველყოფა, რასაც ევაკუაცია და რესურსების მოძიება იხვალისწინებოდა და შემდეგ უკვე ეხლა მუშაობ რისკების მენეჯმენტში. 78 მუხლი ჩვენი კონსტიტუციის ამბობს იმას, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დასავლეთის ნაწილი გახდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც კონსტიტუციის რღვევა მიდის ნებისმიერი ოფიცრისთვის, ეს უნდა იყოს სიგნალი, გინ პოლიციის ოფიცერი იყოს, გინ სამხედრო ოფიცერი იყოს, რომ რაღაც ისე არ ხდება. ჩვენ, როგორც ოფიცერმა, ფიცი დავდეთ კონსტიტუციის დაცვისათვის. მადლობას გადავუხდი ყველა ჩვენ სამხედროს, დაწყებული ოფიცრიდან დამთავრებული რიგითით, იმიტომ რომ ისინი იცავენ ჩვენ თავისუფლებას და ისინი ჩემთვის გმირები არიან, ადამიანი რომელიც იარაღით იცავს თავის სამშობლოს გმირია, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უკრაინაში მებრძოლ ქართველს, იმიტომ რომ ისინი ჩვენ თავისუფლებას იცავენ და საკუთარ სიცოცხლის ფასად ყოველდღიურად ცდილობენ რომ ჩვენ დაგვაახლოვონ იმ დიდ ბედნიერებას, რასაც ქვია დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო. ზოგადად ჩვენ თავდაცვის ძალებში ის ფული რაც იხარჯება არ არის საკმარისი იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ჯარის წვრთნა იმ დონეზე რომ შევძლოთ ჩვენი საფრთხეების შეკავება. ყველაზე კარგი გზა იმისათვის რომ შვიდობისკენ ვიაროთ არის იმისათვის რომ მოემზადოთ ომისათვის იყო ძალიან ძლიერები რომ აქ შემოსულ მტერს არ ქონდეს იმისი ფუფუნება რომ ადვილად შეძლოს ჩვენი დამარცხება. აქედან გამომდინარე ის წვნების იმ აღჭურვის პროგრამებიც იყო მიმართული იმისათვის რომ ქართული ჯარი ყოფილიყო ამ პოლიტიკისთვის მზად. დღევანდელ დღეს როდესაც ჩვენ ვrჩებით მარტოები მტრის წინაშე ჩვენ არ გვაქვს იმისი რესურსი რომ მოვემზადოთ მომავალი შეტაკებებისათვის. აქედან გამომდინარე ალბათ ისიც სისულელე არის მისი ფიქრი რომ თუ ჩვენ გავჩერდებით და არაფერს არ გავაკეთებთ მტერი არ შეეცდება ჩვენი ტერიტორიების დაკავებას ან ჩვენი რესურსების წარქმევას. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა დასავლეთთან, იმიტომ რომ მათ ხარჯზე, მათი ფულის ხარჯზე, მათი რესურსების ხარჯზე ძალიან ბევრმა ოფიცერმა და ჯარისკაცმა მიიღო ის განათლება, რომელიც დღევანდელ დღემდე აძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩვენ გავგრძელებინა ბრძოლა. ის თუ ესე გაგრძელდა და ჩვენ მოხვდებით იზოლაციაში, პირველ რიგში არანაირი ცოდნის გამოცემა არ გვიქნება. მარტივი მაგალითი არის ხომ უკრაინაში ომმა საერთოდ შესვლა ტაქტიკა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ იმისათვის მზად, რომ ამა თუ იმ მომენტში, მით უმეტეს იმ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, რაშიც ვართ, იმ ლოკაციაზე, სადაც ვარცებობთ, რომ ჩვენ გვეყოლება მტერი, რომელიც შეიძლება ჩვენ შევიწროვებას, ან ჩვენი რესურსების წაგებას, ან ტერიტორიების წაგებას. მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რომ ჩემი ხმა შეიძლება რომ სხვა ადამიანებისთვის იყოს мотиваციის წყარო. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ როგორც ერმა უნდა გადავწყვიტოთ, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ.